სხვადასხვა პროფესიაში გამორჩეული 8 ზესტაფონელი ლადო ბერაძე, მაია მერკვილაძე და ლევან დათიაშვილი სამედიცინო სფეროდან, პედაგოგი მზია კვინიკაძე, ქორეოგრაფი ზაზა შალამბერიძე, ხელოვანი მელანო სარალიძე, ბიზნესმენი ზაალ ხუსკივაძე, ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტი თეონა სუთიძე, საქართველოს წლის საუკეთესო ადამიანები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ ამავე ღონისძიებაზე ეთნოპერსონას ტიტული მიენიჭა ანსამბლ ძმებს, ხოლო წლის საუკეთესო თავდამსხმელი პერსპექტიული ფეხბურთელი უმცროსი ზაზა შალამბერიძე გახდა. პერსონა 2024-ის წლის ტიტულის გალა დაჯილდოების ცერემონია მცხეთაში, კულტურის ცენტრში გაიმართა. წარმატებული მონაწილეები ზესტაფონიდან თავიანთ პირველ ემოციებზე საუბრობენ. მინდა მადლობა გადაუხადო პერსონა 2024 წლის საორგანიზაციო კომიტეტს, რომლებმაც ნამდვილად დააფასეს ჩვენი შრომა, რომლებიც მთელი წლის მანძილზე მიჩერებოდნენ ამ ჩვენ შრომას და ნამდვილად დაგვიფასდა ეს შრომა და კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ ანსამბლს, პირადად ქორეოგრაფებს, საბა ჩალხაშვილს, სოფო გურგენიძეს და იმ გუნდს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ წყინვალე დღესასწაულში. მადლობა თითოეულ მშობელს, მადლობა მოსავლე ახალგაზრდობას. ტიტული გადმომეცა სამედიცინო საქმიანობისათვის დიდ მადლობას მოუხდით, ვინც ამ ტიტულზე წარმადგინა. ამაღელვებელი წუთები და მომენტია. მადლობა უფალს ამ ლამაზი დღისათვის. ყველა პერსონას უსურვებ წარმატებას, უსურვებ თავის პროფესიაში უფრო და უფრო ზემოთ ასვლას და სრულიად საქართველოს გულოცავ დღევანდელ დღეს და კიდევ და კიდევ ბევრი პერსონა გვეხილოს ჩვენს კვეთით. გადმომეცა პერსონა 2024-ის ტიტული, წარდგენილი ვიყავი მედიცინის დარგში მიღწეული წარმატებისთვის, როდესაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს. იგივე ტიტული მიღებული მაქვს 2021 წელს, ასევე COVID პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ასევე მედიცინის დარგში მიღწეული წარმატებისთვის და დიდი მადლობა მინდა უთხრა კიდევ ერთხელ ორგანიზატორებს და ყველა იმ პირს, რომელიც ჩართული არის ამ საქმეში, ჩვენ დაჯილდოებაში და ყურადღებას გვაქცევს ასე ვთქვათ მედიცინის კუთხით ექიმებს. უკვე მე-11 წელია რაც საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა იმართება სფეროს განვითარება და ხელშეწყობისთვის. დაახლოებით 100 ადამიანი ღებულობს პერსონას ტიტულს და განსაკუთრებულად აღსანიშნავია რეგიონების ჩართულობა ამ ყველაფერში და მათ შორის ძალიან აქტიური არის იმერეთი. ზესტაფონიდან, ჭიათურიდან, საჩხერიდან, ქუთაისიდან ძალიან წარმოჩინებული და საინტერესო ადამიანები არიან, რომელთაც თავიანთ სფეროში აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ნათქვამი და ეს არის ძალიან დიდი პატივი, რომ დღეს ისინი აი ამ ფინალურ ღონისძიებას ესწრებიან და ჩვენ გვერდით არიან. მადლობა მათ ნდობისთვის, მადლობა საზოგადოებას ნდობისთვის. ამ 11 წლის მანძილზე უამრავი პერსონა ყავს დაჯილდოვებული და არასდროს არ გამორჩენილა ზესტაფონი. მე არ შემიძლია არ აღნიშნო ზაზა შალამბერიძე და ანსამბლ ძმები, რომლებმაც თავის ცეკვით გააოცა დარბაზი და ძალიან მოხარული ვარ, ასევე წარდგენილია პროექტში ბატონი ლადო, სტომატოლოგი ბერაძე, ასევე წარდგენილია ელიტეს ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მერკვილაძე. ყველა ის გამოჩენილი ზესტაფონელი არის წარდგენილი, ვინც იმსახურებდა ამ ტიტულს. რესტორანი ძმები, ესთეტიკის ცენტრი არის ზესტაფონის ასევე წარმოდგენილი ქალბატონი თეო და ეს ადამიანები არიან თავის საქმიანობიდან, თავის პროფესიონალიზმიდან, იმ კრიტერიუმებიდან დაჯილდოვებული, რა კრიტერიუმებიც გააჩნია პროექტს. მომავალშიც იმედოვნებ და იმედი მაქვს, რომ ზესტაფონი კვლავ მიიღებს მონაწილეობას პროექტში, უამრავი პერსონა იქნება ჩართული, იმიტომ რომ ამ ლამაზ ქალაქს ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი ყავდა ოდითგანვე და ძალიან დიდ როლს თამაშობდა საქართველოს ისტორიის დაწერაში ეს ქალაქი და სამომავლოდაც მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ გააგრძელებს ამ როლის თამაშს და თავის სახელს ჩაწერს ოქროს ასოებით საქართველოს ისტორიაში.